მოცემული გვაქვს რაღაც მაჩვენებლიანი ფუნქცია, a ჯერ r ხარისხად n-ი, ვიცით რომ r არის დადებითი და მოცემული გვაქვს ესეთი ცხრილი. როცა n-ის მნიშვნელობების მიხედვით გვაქვს მოცემული ფუნქცია, რას უდრის. და გვინდა ვიპოვოთ r არის და გვინდა ვიპოვოთ r რა არის. და მოდი ახლა მე ესე გავაკეთებ ამას. ავდგები და ავიღებ a-ის მნიშვნელობას 4-ში და ამას შევაფარდებ a-ის მნიშვნელობასთან 2-ში. და ნახოთ ეს რას მომცემს და მივხვდებით რატომ მივდივარ ამ მიმართულებით. ესე იგი, ეს რა იქნება? 4-ში მნიშვნელობა არის 324, 2-ში არის 154. მოდი ახლა ეს წერილ ცოტა გავამარტივოთ. ნუ ერთი შეხედვით რადგან ჩემთვის არ ჩანს მაგალითად, ჯერ გავყოფ 2-ს 2-ზე. მოდი სხვა ფერით ვიზამოვოთ. ამას რომ გავყოფ 2-ზე, მივიღებ 162 წესით და რიგით. ხო, 162. ამას რომ გავყოფ 2-ზე, მივიღებ 72-ს. ნუ ორივე ლუწია კიდევ გავყოფ 2-ზე, მოდი სხვა ფერით ვიზამ ისევ. ეს რომ გავყო 2-ზე, მივიღებ 80 და რამდენს მივიღებ 81-ს, ხო? და აქ ეს რომ გავყო 2-ზე, მივიღებ 36-ს. და ეხლა უკვე 91-36 მეცნობა რომ ორივე იყოფა 9-ზე და ზემოთ დამრჩება 9 და ქვემოთ დამრჩება 4. ესე იგი, გამოდის რომ ამათი შეფარდება არის იგივე 9/4. 9/4. მაგრამ კიდევ რა ვიცი? მე კიდევ ვიცი რომ ფუნქციების შეფარდება ყოველთვის შემიძლია დავწერო თვითონ ფუნქციის განმარტებების შეფარდება უბრალოდ კონკრეტული მნიშვნელობებისთვის. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ და არადამაბნეველი რომ იყოს, ეს არის იგივე რაც თვითონ h4 როგორც ფუნქცია, ანუ a ჯერ r ხარისხად 4, იმიტომ რომ 4 რადგან h4 შეფარდებული a ჯერ r ხარისხად 2-თან, იმიტომ რომ h2 გვაქვს. ახლა ეს ძალიან კარგად გამოდის, იმიტომ რომ a-ები აქ პირდაპირ ბათილდება და r მეოთხე გაყოფილი r მეორეზე რას მომცემს? ხარისხები აკლდება და ამიტომ დამრჩება r კვადრატი. ესე იგი, მე მივიღე რომ r კვადრატი თურმე უნდა იყოს 9/4 და აქედან გამომდინარე r ტოლი უნდა იყოს 3/2. ხო, ნუ იმიტომ რომ დადებითია და პირდაპირ დადებით ფესვს ავიღებ. ესე იგი, მე დავადგინე უკვე რომ r არის 3/2. ძალიან კარგი, ანუ აქ პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ეს არის 3/2. მაშინ ახლა რადგან ეს დავადგინე, მოდი ავდგები და გავაკეთებ ესეთ რაღაცას. მოვძებნი რა უნდა იყოს საწყისი მნიშვნელობა ამ ფუნქციის. ოღონდ სხვანაირი ხერხით გავაკეთებ, რაღაცებს კი არ ჩავსვამ. ჯერ სხვანაირი ხერხით მირჩენია გაჩვენოთ და მე მარტივით. აი, ასეთ რამეს ვიზამ. აქ მაქვს n-ი, აქ მაქვს h-n-ი და 0 როცა არის n-ი, არ ვიცი h-n-ი რას უდრის, 1 როცა არის n-ი, არ ვიცი h-n-ი რას უდრის, მაგრამ 2 როცა არის n-ი, მოცემული მაქვს რომ 154-ის ტოლია ეს, ხო? ახლა რა ვიცი სამაგიეროდ? ვიცი რომ რადგან ხარისხები მაქვს აქ, ეს ნიშნავს რომ ყოველი ახალი ხარისხი უბრალოდ ამრავლებს r-ზე ამ გამოსახულებას, ხო? ანუ ყოველი ახალი ხარისხი ამრავლებს 3/2-ზე. ესე იგი, მე 0-დან 1-ზე გადმოვდივარ 3/2-ზე გამრავლებით და 1-დან 2-ზეც გადმოვდივარ 3/2-ზე გამრავლებით. ხო? მთელი შინაარსი ესაა, ამიტომ მინდა რომ შინაარსი დაგანახოთ. ეხლა თუ ამას ვაკეთებ, მაშინ მოდი პირიქით გადავალ ამ მეორედან პირველზე 3/2-ზე გაყოფით. ანუ მე რომ მივიღო n-ი როცა 1-ს უდრის, რას უდრის h-n-ი, 154 უნდა გავყო 3/2-ზე. ხო? იმიტომ რომ თუ ამ მნიშვნელობიდან ამაზე გამრავლებით გადმოვედი, აქედან აქ გაყოფით გადავალ. ხა ამის გაყოფა არის იგივე რაც 154-ის გამრავლება 2/3-ზე. ნუ 3 მოთავსდება აქ 4 ჯერ 24-ში 8 ჯერ, ესე იგი ეს არის 48 ჯერ 2, რაც არის 96. ანუ ეს არის 96. და ახლა მოდი 96-დან გადავალ 0, ანუ საწყის მნიშვნელობაზე, ისევ 2/3-ზე გაყოფით, ანუ 3/2-ზე გაყოფით, ანუ 2/3-ზე გამრავლებით. ესე იგი 96-ს პირდაპირ გავამრავლებ უკვე 2/3-ზე, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს იგივეა რაც 3/2-ზე გაყოფა და აქ რა მოხდება? 96 რომ გავყო 3-ზე რას მივიღებ? მივიღებ 32-ს, ხო? ხო არ მეშლება. აქ მოთავსდება 3 ჯერ, აქ მოთავსდება 2 ჯერ, არ მეშლება. ეს უნდა გამრავლო 2-ზე. მივიღებ 64-ს. ესე იგი, როცა n-ი უდრის 0-ს, 64 არის თურმე h-ნის მნიშვნელობა. და ამ დროს თუ დაუკვირდები, როცა n-ი უდრის 0-ს რა მაქვს? როცა აქ n-ი უდრის 0-ს, გამრავლებული r ხარისხად 0-ზე როცა მაქვს, ეს იგივე a არის, ხო? იმიტომ რომ r 0-ზე არის, r ხარისხად 0 არის 1. ესე იგი, მე გამოდის ეფექტურად რომ მიპოვია თვითონ a-ს მნიშვნელობა, ანუ გამიგია რომ თურმე a უდრის 64-ს, იმიტომ რომ 0 როცა არის n-ი, r მაინც 1-ია. ესე იგი, ეს არის 64. და ცხადია შემიძლია მეორენაირად ამომეხსნა ასე. ამიღო h-n-ი, ანუ ეს მოდი ჯერ დავწერ, h-n-ი არის 64 გამრავლებული, ამით დავწერ, გამრავლებული 3/2 ხარისხად n-ზე. აი ესე. მაგრამ ცხადია შემიძლია ამიღო უბრალოდ რაღაც მნიშვნელობა, რაც უკვე ვიცი, მაგალითად ამიღო h2-ის, რასაც უდრის და მეთქვა, რომ აი აქ არის h2, მეთქვა რომ a ჯერ 3/2 ხარისხად 2, იმიტომ რომ ეს მაქვს მოცემული ზუსტად, არის 154, ხო? ფუნქცია ხომ ამას მეუბნება რომ h2-ის, ანუ როცა n-ი უდრის 2-ს, ეს არის 154. ამ დროს h-ი ვიცი რომ არის რა? h-ი არის a ჯერ r იგივე 3/2 ხარისხად n-ი. n-ი ამ შემთხვევაში 2-ია და ეს უდრის 154-ს. ესე იგი, აქედან გავყვებოდი რომ a გამრავლებული 9/4-ზე, იმიტომ რომ ამის კვადრატი 9/4-ია, უდრის 154-ს,
მერე ორივე მხარეს გამომრავლებდი ამის შებრუნებულზე, მარცხნიდან რჩებოდა a, მარჯვნიდან რჩებოდა 154 გამრავლებული 4 მეცხრედზე. ნუ ამაში მოთავსდება 9 16-ჯერ, ამიტომ ეს იქნებოდა იგივე რაც 16 გამრავლებული, ანუ ეს შეიკვეცებოდა 16 დარჩებოდა, 16 გამრავლებული 4-ზე და მართლაც ეს მომცემდა რომ a ტოლი არის 64-ის.